საღამომშვიდობის ყველას მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს არის 14 მაისი. საღამოს 7 საათი ჩემთან. ესენი არის ჩემი ერთი დღის ნავაჭრი, ესე რომ ვთქვათ. ესენი შევიცინე, ეს არის ნახე, მანათობელი ღამე, ძალიან კარგად ვიყენებ, სხვადასხვა ფერებში გადადის. ელემენტზეა, ფერს იცვლის, ღამე არის უფრო კარგი. ეს სათვალე შევიცინე, რომელზეც გავგიშდი და შავიც მინდოდა, მაგრამ არ ქონდათ, ძალიან მიხდება, მე გავიკეთებ და გაჩვენებთ. ეს არის შარფი, ლურჯი, აღარ გავხსნი ამას. ეს ვიყიდე ჩუსტები, ძალიან ნახეთ როგორია მეგობრებო, თანმოდაშია ესენი. ეს შტატივი შევიძინე და მე გაჩვენებთ უკეთესად. ეს არის ეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეთია. ეს მაისური, 2 ცალი შევიძინე. შეგდათ შესაძმელი. ეს ვიყიდეთ მის გასასწორებელი და ძალიან კმაყოფილი ვარ სხვათა შორის. მოიცადე, გავხსნი რომ უკეთესად გაჩვენოთ. ესეთია. ეს ბლოკნოტი მინდოდა. ნახეთ რა ლამაზია, რაღაცები უნდა ჩავწერო. ესეთია. ესეთი საყვარლობა. ამაზე გავგიშდი, ეს არის თმის მასაჟური, ესე რომ ვთქვათ. და პირველად შევიძინე და ფიქრობდი რომ სად ვიყავი აქამდე, ძალიან კარგია, ძვირფასებო, გირჩევთ ამას რომ იყიდოთ, შეიძინოთ. სისხლის მიმოქცევისთვის არის კარგი. ესეთი სავარცხელი მინდოდა. ესე ძალიან კარგია. მოკლედ, ეს არის შტატივი და ჯერჯერობით ვერ გავუგე ვერაფერი და ვინმე თუ იცით. მომწერეთ. ჩემს Facebook გვერდსაც დაგიდებთ და ვისაც სურვილი გექნებათ დამამატეთ, გამომიგზავნეთ და დაგიმატებთ. დახურული პროფილი მაქვს, მაგრამ დაგიმატებთ. და ვინმე თუ იცით, ეს ფეხები ახსნება, ეხა გავხსნი. ეს როგორ გამოვიყენო და როგორ დავაკავშირო. ფიქრობ რომ ძალიან მიხდება, თქვენ რა სიტყვით მეგობრებო, ეს ახალი სათვალე. გავიკეთე. ხო მიხდება. მოკლედ გაჩვენებთ ახლა ჩემ შტატივს და იქნებ ვინმე მიცოდეთ როგორ გამოვიყენო. როგორ დავაკავშირო ერთმანეთს და როგორ ჩავრთო საერთოდ. ან იქნებ ვინმეს კონდეთ ზუსტად ესეთი. მოკლედ დამაკვალიანეთ, რა ვქნა გოიმი ვარ. პირველად ვიყიდე შტატივი. ესეთია ჩემი შტატივი, ნახეთ, გავხსენი და ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმე მიცოდეთ და მომწეროთ. რა თქმა უნდა, ესეთ USB. ხო, კიდევ რა მინდოდა რომ მეთქვა.
აქ ერთი ბერძნების დამცველი გამომიხდა. რაღაც უაზრო კომენტარი დამიწერა, მაგრამ არ მაინტერესებს. აი იმ ვიდეოზე, სადაც მიწერია ბოლო ვიდეო რო დავდე, სადაც მიწერია პასუხი ბერძენს, ეგ არ მოეწონა. რაღაც უაზრო კომენტარი დამიწერა, თუ არ მოგწონთ ბერძნებს რომ ემსახურებითო თუ რაღაც მსგავსი, მაშინო საქართველოში ჩამოგბრძანდით და აქაც უნდათ მომვლელებიო. თვითონ ეტყობა რომ თუ როგორც დამიწერა მეც ვიყავი საბერძნეთშიო და თვითონ როგორც ჩანს ბერძნებთან რო იმუშავა ძალიან კმაყოფილი იყო. მე ჯერ ერთი არ მithქვამს ჩემ ბლოგში რომ ყველა ბერძენი არის ერთი და იგივე. ეტყობა კარგად ბოლომდე ვერ მოусმინე მაგ ვიდეოს. მაგრამ ეგ შენი პრობლემაა. ეს არის ჩემი არხი და რასაც საჭიროდ ჩავთვლი, მე იმაზე ვისაუბრებ. არავის არ დაგეკითხებით, მით უმეტეს არ ამკითხე მოამბეებს. თუ არ გინდა საერთოდ ჩემი ყურება და ჩემი ვლოგების ყურება, არავინ არ გაძალებს მკვეთრავად ამ ხმაზე. არ დაგბლოკე და არც დაგბლოკავ. იყავი. კიდევ მიყურე, ბევრჯერ მიყურე. მოკლედ თქვენი ესეთი კომენტარები საბედნიეროდ ძალიან ცოტა ხართ, ვინც უარყოფით კომენტარებს მიწერთ და ბევრნი ხართ, ვისაც მართლა ადამიანი გქვიათ და გულშემატკივრობთ და კარგს მისურვებთ, გაიხარეთ თქვენ. ერთი ორი მე თუ მკითხავ, უარყოფით კომენტარებს გულისხმობ, საჭიროც კი არის. იცოდეთ რომ მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ. უარყოფითი კომენტარების ავტორს გპასუხობთ. თქვენი ესეთი კომენტარებით მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ. თვირფასებო. ასე რომ ჯერ კარგად უყურე ხოლმე ჩემს ვიდეოს, მოусმინე ბოლომდე და მერე გამოიტანე შენი უაზრო აზრები. მოკლედ, მადლობა ყველას გამოწერისთვის. სადაც არის 400-მდე ავართ, 400 გამომწერზე და ძალიან მიხარია სხვათა შორის. თვეზე ცოტა მეტია, რაც ესე ვთქვათ, ბჭყალებში ბლოგერობა დავიწყე. ჩემ თავს ბლოგერად არ ვთვლი, რა თქმა უნდა ჯერჯერობით, იქამდე ბევრი მაკლია. მაგრამ კმაყოფილი ვარ მაინც ჩემი არხით, თქვენი გამოწერებით, თქვენი ყურებით, ყურებადობით ძალიან კმაყოფილი ვარ და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მინწერთ, ვინც გულშემატკივრობთ, ვინც კარგ კეთილსურვილებს მისურვებთ, იგივეს გისურვებთ მეც, მახარებთ, კოცნით აქედან და რავი, ძალიან კარგები ხართ მოკლედ და მაძლევთ ძალას. ძალიან დიდ ძალას მაძლევთ, თქო მართლა. ხვდები რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ის რომ აქ თქვენთან ერთად მოვედი და ხვდები რომ მარტო არ ვარ, უფლის წყალბარ მოგაკლოთ ღმერთმა. ეხა დროებით დაგემშვიდობებით და 400-ზე ან 500-ზე რო ავართ, შევიცდები რომ ყოველდღიური ვლოგები დაგიდოთ. უბრალოდ იცით რა მაინტერესებს, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მაინტერესებს ანუ საჭმელებზე, რასაც ვაკეთებ, ისევ გადავიღო, ანუ გაინტერესებს თუ როგორი ვლოგები ჩავწერო, უფრო ესე თემებზე რო ვისაუბროთ, ეგ ყველაფერი დამიწერეთ, ძალიან გთხოვთ. ანუ კულინარი, ანუ რასაც ვამზადებ, ეს თუ გაინტერესებთ, ანუ გავაგრძელო, დაწერეთ კომენტარებში. რა ვიცი თქვენთვის მოსაბეზრებელი ხო არ არის ეგ ყველაფერი. მოკლედ დროებით დაგემშვიდობებით და ხვალ შევეცდები რომ კიდევ დავდო ვლოგი. წავიდეთ ახლა ფეხით. გავიაროთ.
ან ხალხი ვარჯიშობს. მეც დავდივარ ხოლმე ფეხით. მიყვარს ფეხით სიარული, არ მინდა რომ გავსუქდე. და თან ცოტას წაგიჭევრავებით. სადაც 9 საათი მაქვს დრო. თქვენ როგორ ხართ, ხო ხართ კარგად? რეშვებით. საკმაოდ ბევრი ხალხია, მე დაგითხრათ. ყველგან მწერები დაფრინავენ. დიდი ხოჭოები და ისე მეშინია. რა ვერ აგიღწევთ. თქვენ რა შვებით, ჩემო კარგებო? როგორი ამინდი გაქვთ? დამწერეთ კომენტარებში. ჩვენთან ესეთი რაღაც გრილი ამინდია, უფრო სწორად სუსხიანი. ესე გავისეირნოთ ფეხით დავდივარ ხოლმე. როგორც უკვე გითხარით, თუ მაქვს დრო. აქვე ვარ ახლოს ჩემს სამსახურთან. ძალიან ლამაზი არის, აი ძალიან. ყვავილები ნახეთ რა სილამაზი. ეხლა ჩემსკენ შემოვატრიალებ და ისე გავაგრძელოთ გზა. ყველას მშვიდობიანი საღამო. საკმაოდ ბევრი ვიარე. დავიღალე ცოტა არ იყოს. მაგრამ კარგია, ფეხით სიარული. ვარჯიშია. ჯანმრთელობა. დამწერეთ აბა კომენტარებში, ვინმე თუ ვარჯიშობთ. ან ვინმეს თუ გიყვართ ფეხით სიარული. თუ დადიხართ ჩემსავით. ესე იგი გარეთ როცა ვარ გამოსული, დაკვირვებული ვარ დრო ისე სწრაფად გარბის. რომ რა ვიცი. ეხლა ნელა წავალ სამსახურში, დაბრუნდები სახლში. ამას დავამუშავებ და დაგიდებთ. ძალიან ისეთი მშვიდი სასიამოვნო ღამეა. სასეირნო ესე რა ვთქვათ. მოკლედ ეხლა აქ დაგიმშვიდობებით და ხვალეც დავდებ ვლოგს. დამწერეთ კომენტარებში რა გაინტერესებთ, რაზე ვისაუბრო. დამწერეთ რჩევები, ანუ რა გაინტერესებთ. და იმ თემაზე ვისაუბროთ ხვალ. დროებით დაგემშვიდობებით და კოცნით ყველას ქეფერებით, კარგ ადამიანებს. და წავედი. დროებით